თარგმანება იმათეს სახარებისა ითავიუ. სიტყვა ესე, ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვეთ დახსნათ სჯულისა გინა წინა წარმეტყველთა, არა მოვეთ დახსნათ, არამედ აღსრულებად 5:17. ვინ აბრალა ესე, ანუ ვინ ხრქვა, თუ დახსნის სჯულსა და წინა წარმეტყველთა, რომელ ამას იტყვის, თუ არა მოვეთ დახსნათ, არამედ აღსრულებად. რამე თუ არცა სიტყვათა მისთაგან გამოჩნდებოდა ესე ვითარი იჩვია, არამედ უფრო ისაც სიმდაბლე და სიმშვიდე და მოწყალებაი და სიმართლე და სიწმიდე გულისაი და მშვიდობაი და სხვაი იგი, რომელი თქვა, სჯულისავე დამამტკიცებელი ყვნას, არა წინააღმდგომ. ვინაიდან უკვე არავინ ეთყოდა ჟამისად ესე ვითარსა, რაისათვის იგი პასუხს ამას მიუგებს, ვითარცა თქმულისა მიმართ სიტყვისა. გარნა არა ცუდად და ამაოდ ქმნა ესე, არამედ ფრიად და ჯეროვნად და კეთილად, რამე თუ ეგულებოდა ფრიად უზეშთა ეს ძველისა მის მცნებათა დადებად. ესე იგი არს, გასმიესო, რამე თუ ითქვა პირველთა მათ მიმართ, არა კაცჰკლა. ხოლო მე გეტყვით თქვენ, არცა თუ განრისხებად ყოლადვე. გასმიეს, არა იმრუშო. ხოლო მე გეტყვით თქვენ, არცა თუ მიხედვად გულის თქმით დედაკაცისა. კვალად გასმიეს, არა ცილივ ფუცო. ხოლო მე გეტყვით თქვენ, არა ფუცად ყოლადვე. გასმიეს, თვალი თვალისაწილ და კბილი კბილისაწილ. ხოლო მე გეტყვით თქვენ, რომელმან გცეს ყურიმალსა მარჯვენესა მიუპყარ ერთ კერძოიცა. გასმიეს, რამე თუ თქმულარს, შეიყვარო მოყვასი შენი და მოიძულო მტერი შენი. ხოლო მე გეტყვით თქვენ, გიყვარდეთ მტერნი თქვენი, კეთილთა უყოფდით მოძულეთა თქვენთა. შეადარე მათე 5:21-44, ვინაიდან უკვე ესე ვითარისა ამის და სხვისა მრავლისა მსგავსისა იეგულებოდა თქმა და საღმრთოისა მის და ანგელოზთა მობაძავისა მოქალაქობისა გზაიენება ჩვენებად. რაითა არა უცხოება მან მათ სიტყვათა მან შეაშფოთნეს გულნი მსმენელთანი და ორგულებად მოიყვანეს. ამისთვის წინა ითვე განაგრძალებს მათ, რამე თუ რაღაცა თუ არა იქმოდეს მცნებათა მათ სჯულისათა ხურიანი, გარნა სიტყვით პატივს სცემდეს და ენება. რაითა არა ვინ შეცვალებულად გამოთქვას, რაღაცა თუ იგინი მრავალსა შესცვალებდეს ბოროტისა მიმართ და არა კეთილისა. ხოლო ვინაიდან ქრისტე არა სამღვდელოისა ტომისაგან იყო და სიტყვანი იგი, რომელთა ეგულებოდა თქმად, რაღაცა თუ არა შემცვალებელ, არამედ შემატებელ სათნოებისა მის რჩულიერისა იყვნეს და იცოდა, ვითარმედ ამის ორისავე პირისათვის შეშფოთებად იყვნეს იგინი და თქმად, ვითარმედ, რაისათვის გარდამატებულად სჯულისა მცნებათა დაგვიდებს, რომელი ესე არცა ტომისაგან ლევიტელთა ისა არს, რომელთა შეჰგავს რჩულისდებად. ერისა ამისთვის პირველ საკვირველთა მათ მცნებათა სიტყვისა დაუმტკიცებს მათ, ვითარმედ არა დახსნათ სჯულისა იტყვის რას, არამედ უფრო ისად განძლიერებისა და აღორძინებისათვის მცნებათა მათ პირველთასა. და ესე სახე არა ამას ადგილსა ხოლო აჩვენა, არამედ სხვასაცა, რა ჟამს იგი იტყოდეს ხურიანი დახსნისათვის შაბათისა, ვითარმედ წინააღმდგომ სჯულისა არს და არა ღმრთისაგან არსო, რამე თუ შაბათსა არა იმარხავს. ამისთვის წინა უყვნა მათ სიტყვანი, რომელნიმე შემსგავსებულნი თავადისანი, ვითარ იგი თქვა, მამაი ჩემი მოაქამდე იქმს და მეცა ვიქმ, იოანე 5:17 და რომელნიმე კვალად ფრიადითა სიმდაბლითა სავსენი. ვითარ იგი იტყოდა რაისა ცხოვრისათვის შაბათსა შინა წარწმედადისა და ვითარმედ ცხოვრებისა მისისათვის შაბათი დაიხსნების, მათე 12:11-12 და წინა და ცვეთასა ახსენებს, ვითარ შაბათსა შინა აღესრულებოდა. იოანე 7:22-23, რამე თუ ამისთვის სიტყვათა სიმდაბლისათა იტყოდა მრავალგზის, რაითა აღმოუგდოს იჩვი იგი, რომელი აქონდა მათ და იტყოდეს, ვითარმედ წინააღმდგომ ღმრთისა არს, რომლისათვისცა,
რომელმან იგი ბევრეული მკვდარნი აღადგინა სიტყვითა ხოლო და ბრძანებითა, რა ჟამს იგი ლაზარეს აღადგენდა, ლოცვად დადგა, რაითა იგინი გულსავს რხვნეს. ხოლო რაითა ვერვინ კვალად ესეცა თქვას ვითარმედ ლოცვა იგი უდარესობასა მისსა გამოაჩინებს მამისაგან, ამისთვის ლოცვასავე მასთანა შესწინა, ვითარმედ, ერისა ამისთვის ვთქვი ესე, რაითა ხრწმენეს, რამე თუ შენ მომავლინე მე, იოანე 11:42. რამე თუ არცა ყოველსავე ხელმწიფებით იქმოდა, რაითა მათი იგი უძლურება იგონებისა იგანკურნოს, არცა ყოველსავე ლოცვითა აღასრულებდა. რაითა არა ამისა შემდგომად ბოროტი ვიეთმე იჩვის შემოიღონ და თქვან, ვითარმედ ვერ ძალედვა ყოვლისავე ბრძანებითა აღსრულებად. ამისთვის აღრეულად იქმოდა ორსავი ამას, ფრიად ჯეროვნად და ღმრთივშვენიერად, რამე თუ დიდთა მათ და მაღალთა საქმეთა ხელმწიფებით და ბრძანებით იქმოდა და უდარესთა ზედაც ეცად აღიხილნის. ცოდვანი სიტყვით დახსნა, დაფარულნი გულთანი ხელმწიფებით გამოაცხადნა, სამოთხე განაღო, ეშმაკნი განასხნა, კეთროანი განწმიდნა, სიკვდილსა აღურასხნა, ბევრეულნი მკვდარნი აღადგინა, ყოველივე ესე ბრძანებით აღასრულა, ხოლო იქმოდა რაი, რომელი იგი ამათ ყოველთა საქმეთა უდარეს იყო, ოდეს მცირედითა მიტპურითა მრავალთა ეგულებოდა გამოზრდათ, აღიხილნა თვალნი ზეცად, რაითა აჩვენოს, ვითარმედ არა თუ ვერ შეძლებისათვის ქმნა ესე, რამე თუ რომელმან უზეშთა ესისა მის შეუძლო ხელმწიფებით ქმნად, უმცირეს ისა ამის სასწაულისათვის. რად ეხმარებოდა ლოცვაი, არამედ რაითა მათისა მის განდრეკილისა გონებისა იჩვი განკურნოს. ხოლო ვითარცა საქმეთა ესრეთ განაგებდა, ეგრეთვე სიტყვათათვის გულისხმა ყოფდი, რა ჟამს გესმას სიმდაბლით მეტყველება იმისი, რამე თუ არიან მიზეზნი ესე ვითარნი მათ სიტყვათა და საქმეთანი, ერთად რაითა არა საგონებელი ყოს ჰურიათა მიერ წინააღმდგომად ღმრთისა. მეორედ რაითა ბუნებაი კაცობრივრთა მათ ხორცთა იაჩვენოს, მესამედ რაითა ყოველთა სიმდაბლე ასწავლოს. მეოთხედ, რამე თუ ვერ ეძლო ჰურიათა ყოვლისა მის საიდუმლოისა ერთბამად სმენად უძლურებისა მათისაგან. მეხუთედ, რაითა მოგუცეს სახე, არა დიდად მეტყველებისა ითავთა. თვისთათვის. ამისთვის თავად მან მრავალი თქვა თავისათვის ისათვის სიმდაბლით, რაითა უმაღლესი მოწაფეთა ქადაგონ, ოდეს სული წმიდა იმოვიდეს მათ ზედა. რამე თუ თავად მან ესრეთ ხრქვა ჰურიათა, პირველ აბრაჰამისა ყოფადმდე მე ვარ, იოანე 8:48, ხოლო მოწაფე მან არა ესრეთ თქვა, არამედ ისმინე სიტყვა იმისი, პირველითგან იყო სიტყვაი და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყვა იგი. იოანე 1:1 კვალად თავად მან არასადა თქვა თავისათვის ისათვის, ვითარმედ, მე ვქმენცაი და ქვეყანაი და ხილულნი და უხილავნი, ხოლო მოწაფე მან განცხადებულად და ხმამაღლად მრავალგზის ქადაგა ესე, ამისთვის იტყვის, ყოველივე მის მიერ იქმნა, და თვინიერ მისა არცა ერთი რაი იქმნა, რაოდენი რაი იქმნა. იოანე 1:3 და კვალად თქვა, სოფელსა შინა იყო და სოფელი მის მიერ იქმნა. იოანე 1:10 რამე თუ საქმით უფალი აჩვენებდა ყოველსავე ამას. განცხადებულად აჩვენა, ვითარმედ იგი არს, რომელმან ქმნა კაცი მიწისაგან, რა ჟამს თიხისა მისგან შობითგან ბრმასა თვალნი შეუმზადნა ხუთი და უაღრესისა მის ასოისა მიერ ყოვლისავე გუამისა დაბადება იმის მიერ გვაუწყა. ხოლო სიტყვით არა თქვა ესე, ვითარმედ, მე ვქმენ კაცი არამედ იტყოდა, რომელმან დახბადა დასაბამსა მამაკაცა და დედაკაცად შექმნა იგინი. მათე 19:4 კვალად საქმით აჩვენა, ვითარმედ იგი არს დამბადებელი სოფლისაი და ყოვლისაივე, რაი არს მასშინა, რა ჟამს ბრძანებითა წამის ყოფისაითა თევზი დიდძალი შეაწყუდია ბადეთა პეტრესთა, ლუკა 5:4-6 და წყალი ღვინოდ გარდააქცია. იოანე 2:7, 11 და 5-თა პურითა ესოდენი იგიერი გამოზარდა, მათე 14:19-20 და ზღვასა და ქართა შეჰრისხნა და დადუმნეს, მათე 8:26 და მნათობნი შეძრწუნდეს ჯვარცუმასა მისსა და ნათელი თვისი დაიფარეს.
მათი 27:45 კვალად უბრძანა და გამობრწყინდეს. და სხვითა მრავლითა საქმითა გამოაჩინა, ვითარმედ იგი არს დამბადებელი ყოვლისაივე. ხოლო სიტყვით ესრეთ განცხადებულად თავად მან არასადა თქვა, ხოლო მოწაფენი ზედა ისედა ქადაგებენ და იტყვიან იოანე და პეტრე და პავლე. ესე ამისთვის, რამე თუ ვერ ეძლო ხურიათა სმენად მაღალთა მათ სიტყვათა. რამე თუ უკვე თუ მოწაფეთა, რომელთა დღითი დღე ესმოდეს სიტყვანი მისნი და სასწაულთა მისთა ხედვიდეს და ყოველივე უარყვეს სიყვარულისათვის მისისა, უკვე თუ მათ ვერ ეძლო ყოვლისავე ტვირთვად პირველ მოსვლისა სულისაც მიდისა. ვითარმცა უძლეს ხურიათა მათ უგულისხმოთა ტვირთვად სიტყვათა მაღალთა და არა თქმად, ვითარმედ წინა მდგომარს, უკვე თუმცა არა ესრეთ სიმდაბლისა სიტყვათა მიერ ნუ გეშინისცემ და უძლურებასა მათსა. ამისთვისცა ეგულებოდა რაი დახსნაი შაბათისაი, არა მეხსეულად შემოიღო წესი ესე, არამედ მრავალნი და თითო სახენი მიზეზნი პირველად მიუთხრნა. უკვე თუ ერთისა მის მცნებისა ეგულებოდა რაი და აცხრომაი, ესოდენი სიტყვითა განგებულება იხმარა, რაითა არა მოწყნეს გონებანი მათნი, რავდენ უფრო ისად ეგულებოდა რაი მცნებათა მათზე და შჩულისათა სრულისა წესისა სხვათა მცნებათა ისე შეძინებად. ფრიადი სიტყვაი და განგრძალვაი ჯერ იყო, რაითა არა დაბრკოლდნენ მსმენელნი სიტყვათა მისთანი, რამე თუ უძლურებისა და ვერაგობისათვის უბადროგთა მათ გონებათა მათთა ისაყოვლით კერძო დაუბრკოლებელობასა მათსა განაგებდა, რაღაცა თუ იგინი უკურნებელვე იყვნენ. ამისთვისცა არც ღმრთებისათვის ისათვის განცხადებულად ეტყოდა მათ, რამე თუ ვერ ეძლო ტვირთვად, არამედ გმობად აუდგებოდეს. და ამასცა ადგილსაც ეგულებოდა რაი მცნებათა მათ რჩულისათა აღსრულებად, ფრიადი სწავლა მიუთხრა გამოჩინებად, ვითარმედ არა დამხსნელ არს რჩულისა და ეტყვის, ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დახსნად რჩულისა გინა წინა წარმეტყველთა, არა მოვედ დახსნად, არამედ აღსრულებად. ხოლო ამით სიტყვითა არა ხურიათა ხოლო დაუყოფს პირსა, არამედ მცვალებელთა მათსა, რომელნი იტყვიან ვითარმედ, ძველი შჩული ეშმაკისაგან იყო. რამე თუ ქრისტე დახსნად მოვიდა მძლავრებასა მას ეშმაკისასა, უკვე თუ შჩული იგი ეშმაკისაგან იყო, ჰოი უგუნურნო და უგულისხმონო, ვითარ არა დახსნა იგი, არამედ აღასრულა. და ვითარ არა დახსნაო, მეტყვიან ჩვენ მეტყველნი იგი სიცრუისანი, ანუ ოდეს აღასრულა რჩული გინა წინა წარმეტყველნი. წინა წარმეტყველნი აღასრულნა, ოდეს იგი ყოველნივე თქმულნი მათნი საქმით და ამტკიცა, რაი იგი მისთვის ეთქვა წინა ისწარვე. ამისთვისცა ზედა ისე და იტყვიან მახარებელნი ესექმნაო, რაითა აღესრულოს თქმული წინა წარმეტყველისაგან, ოდეს იგი იშვა ბეთლემს და ოდეს ყრმანი საკვირველსა მას ქებასაში ასხმიდეს და რაჟამს კარაულსა ზედა დაჯდა და რაჟამს ჩუარს ეცვა და გემოიძმრისა და ნაუღლისა იხილა და რაჟამს სამოსელი მისი განიყვას და კვარცხსა ზედა ცილსა იგდებდეს. და სხვა ყოველივე, რომელიც თქვეს წინა წარმეტყველთა კაცთა შორის ქცევისა მისისათვის და აღდგომისა და ამაღლებისა ზეცად, ყოველივე იგი ქვეყანად მოსვლითა თვისითა აღასრულა. ხოლო შჩული იგი ძველი კეთილადვე აღასრულა, ერთად თავისათვის ისა მიერ, რომელ არ არას გარდახდა მცნებათა მისთაგან, და ისმინე, რასა ეტყვის იოანეს, ესრეთ შეჰგავსო ჩვენ და აღსრულებად ყოველივე სიმართლე. მათე 3:15 და ხურიათა ეტყოდა. ვინ თქვენგან მან მამხილოს მეცოდვისათვის, იოანე 8:46 და მოწაფეთა ხრქვა, მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაი და ჩემთან არ არა იპოვოს, იოანე 14:30 და წინა წარმეტყველი პირველვე მისთვის იტყოდა ვითარმედ, ცოდვაი არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუაი პირსა მისსა. ესაია 43:9
ერთად უკვე თავისათვის ისა მიერ აღასრულა იგი, რომელ არარას გარდახდა, რომელიმც არ ჰქმნა წესსა მისსა, და მეორედ ჩვენ მიერთსა და ამტკიცა იგი, რამე თუ საკვირველი ესე არს, რომელ არა თავად მან ხოლო აღასრულა, არამედ ჩვენცა მოგვანიჭა იგი. ვითარცა პავლე მოციქული იტყვის, ვითარმეთ, აღსასრული რჩულისაი ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა. რომაელთა მიმართ 10:4 და კვალად იტყვის, ვითარმეთ, შეუძლებელი იგი რჩულისაი, რომელ უძლურიყო ღმერთმა ძეთვისი მოავლინა და დასაჯა ცოდვა იგი ხორცითა მით, რაითა სიმართლე იგი რჩულისა იმის აღესრულოს ჩვენ შორის, რომელნი არა ხორციელად ვიქცევით, არამედ სულიერად. შეადარე რომაელთა მიმართ 8:3 და კვალად იტყვის, შჯულსა ნუ განვაქარებთა სარწმუნოებითა მით. ნუ იყოფინ. არამედ შჯულსა დავამტკიცებთ. რომაელთა მიმართ 3:31 რამე თუ ვინაიდან მოსწრაფება ისჯულისაი ესე იყო, რაითა განამართლნეს კაცნი და შეუძლებელი იქნა ესე მისგან, მოვიდა ქრისტე და შემოიღო სახე სიმართლისაი სარწმუნოებითა და აღასრულა ნება იგი და მოსწრაფება ისჯულისაი. იგი ისწრაფდა განმართლებად და ვერ უძლო. ქრისტემან აღასრულა შეუძლებელი იგი სჯულისაი და განგვამართლნა და გვიხსნა სასჯელისაგან და ამით ჭეშმარიტად აღასრულა ნება იგი სჯულისაი. და რომელი მან წიგნითა ვერ ქმნა, ამან სარწმუნოებისა მიერ ქმნა. ამისთვისცა იტყვის, არა მოვედ დახსნათ სჯულისა. ხოლო უკვე თუ ვინ კეთილად გამოეძიებდეს, მესამეცა სახე არს, რომლითა აღასრულა სჯული, ცნებათა მათ დადებაი, რომელთა ეგულების თქმად, რამე თუ არა დახსნა იყო სიტყვა იმისი პირველთა იმათ, არამედ უფრო ისად აღორძინებაი. სჯულმან თქვა, ნუ კაც ჰკლავ, ქრისტემან თქვა, ნუცა განრისხნები. შეადარე მათე 5:21-22 ესე არა დახსნაი არს მის მცნებისაი, არამედ უფრო ისად სიმტკიცე და უაღრესისა მიმართ წარმატებაი. ეგრეთვე სხვანი იგი ყოველნი მცნებანი არა დამხსნელი ყვნის ძველისა მის, არამედ აღმაორძინებელ. ამისთვისცა პირველვე ნეტარებათა მათ მიერ დადვა საფუძველი უკუანაისკნელ თქმათთა მათ მცნებათაი, რომელნი არარაითა განყოფილ არიან მათგან. რამე თუ ნეტარება იგლახაკთა ისულითა, რომელ არს ჭეშმარიტი სიმდაბლე, ერთ არს არა განრისხებასა თანა, და სიწმიდე გულისაი ერთ არს არა მიხედვასა დედაკაცისასა გულის თქმით, და არა დაუნჯებაი ქვეყანასასა და შეესწორების მოწყალებასა. და გლოაი და დევნულებაი ქრისტესთვის ერთ არს იწროისა მის მჩისა შემავალთა. და ესრეთ ნეტარებათა მათ მიერაც თქმადნი ესე მოასწავნა. არამედ მუნსასყიდელი იგი სათნოებათა იმათ გვაუწყა, ხოლო აქა ეგულების თქმად სასჯელსა მას მცნებისა გარდამავალთასა და ყოველი კერძო არა დახსნასა სჯულისასა მოასწავებს, არამედ უაღრესობასა და წარმართებასა მცნებათა მისთასა. სამართლად უკვე თქვა, ვითარმეთ, არა მოვედ დახსნათ სჯულისა, არამედ აღსრულებად. სახ არებაი, ამენ, ამენ გეტყვი თქვენ, ვიდრემდე წარხდეს ცაი და ქვეყანაი, იოტი მარტოი ერთი რქაი არა წარხდეს სჯულისაგან და წინა წარმეტყველთა, ვიდრემდე ყოველი იყოს 5:18. თარგმანი, ესე იგი არს ვითარმეთ, შეუძლებელ არს ყოვლადვე დაშთომად რაიმე აღუსრულებელად, არამედ ყოვლისა უმცირესიცა აღსრულებად არს. ხოლო ვინ აღასრულა ყოველივე სჯულისა და წინა წარმეტყველთა თქმული დაუკლებელად. გარნა მან მხოლო მან, რომელი მოვიდა ყოვლისა სიმართლისა აღსრულებად და წარწმედულთა ცხოვრებად. ხოლო აქა მოასწავა შეცვალება იცა იგი ყოვლისა სოფლისაი არა ცუდად, არამედ რაითა აღამაღლოს გონება იმ მსმენელისაი გულისხმის ყოფად, რაითა ცნას, ვითარმეთ ახალი ყოფად არს სოფელი და სხვად მამულად იწოდების ნათესავი კაცთაი.
ამისთვის ახალი მოქალაქობა ის სამართლად განეწესების, მახლობელი ყოფადისა მის უხრწნელებისა და უნებლობისაი. სახარებაი, უკვე თუ ვინმე დახსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაი და ასწაოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსაც 1000-ა, ხოლო რომელმან ყოს და ასწაოს, ამას დიდ ერქვას სასუფეველსაც 1000-ა 5:19. თარგმანი, ვინაიდან იჩვი იგი ბოროტი განუქარვა და პირი დაუყო მეტყველთა მათ, ვითარმედ ძველისა შჩულისა დახსნა იქნებავს და გამოაჩინა, ვითარმედ მის მიერ თქმულნი ესე მცნებანი არა დახსნა არიან შჩულისა და წინაწარმეტყველთაი, არამედ უმეტესისა მიმართ აღორძინება, ამიერიდან განაწესა შიში და სატანჯველი მათზე და რომელთა იკადრონ დახსნად მცნებათა ახლისა ამის რჩულისდებისათა, რომელთა განაწესებს და გვიბრძანებს ყოველთა მეუფე და ღმერთი. რამე თუ არა ძველთა მათ მცნებათათვის თქვა ესე, არამედ ამათთვის, რომელთა ეგულებოდა თავადსა დადებად, თუ რომელმან დახსნას უმცირეს ეწოდოს სასუფეველსაც 1000-ა. და რაითასცნა, ვითარმედ ახალთა ამათთვის იტყვის ისმინე შემდგომი იგი სიტყვაი, გეტყვით თქვენ, უკვე თუ არა ემატოს სიმართლე თქვენი უფრო ის მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსაც 1000-ა. მათე 5:20. ხოლო უკვე თუმცა ძველთა მათთვის იტყო და ვითარმცა ეთქვა, უკვე თუ არა ემატოს? რამე თუ გარდამატება იგი ესე არს რომელ ძველი იტყვის, ნუ კაც ჰკლავ და ესე იტყვის, ნუცა განხრისხნები, იგი იტყვის, ნუ იმრუშებ, უფალი ბრძანებს, ნუცა თვალთა შეადგამ გულის თქმით, შეადარე მათე 5:21-28 და სხვა ყოველივე ესე ვითარი. ხოლო რაისათვის თქვა, თუ უმცირესთაი? ვითარ დიდთა ამათ და მაღალთა მცირედ უწოდა. ვინაიდან თავად საეგულებოდა ამის რჩულისდებისა შორის შემოღებაი, ვითარცა თავითვისი და ამდაბლა და მრავალგზის სიმდაბლისა სიტყვათა იტყო და თავისათვის ისათვის, ეგრეთვე ამით წესით ამცნებათა ამათ მცირე უწოდა, რაითა გვასწავს ჩვენ მარადის მდაბლის მეტყველებად და არაქებად და ამაღლებად საქმეთა გინა სიტყვათა ჩვენთა. და კვალად ესეცა გულისხმობთ, ვითარმედ არცა თუ რომელ უდარეს და უმცირეს ჩნდეს მცნებათა მისთაშინა, ჯერ არს მისიცა უგულებელს ყოფაი, რამე თუ ყოველნივე ცხოვრებისათვის ჩვენისა განწესებულ არიან. ხოლო რაჟამს გესმას, ვითარმედ, უმცირეს ეწოდოს სასუფეველსაც 1000-ა, ნურა სხვასა გულისხმობ, გარნა ჯოჯოხეთს შთავრდომასა, რამე თუ სასუფეველად არა ხოლო თუ საშვებელსა მას საუკუნესა სახელს დებს. არამედ ჟამსა მასცა მკვდრეთით აღდგომისასა და დღესა მასცა საშინელისა მეორედ მოსვლისა მისისასა სასუფეველად უწეს სამისთვის, რამე თუ დაწყება იქმნების და დასაბამი ახლისა მის ცხოვრებისაი. უკვე თუ არა ვითარმცა შესაძლებელიყო რაითამცა რომელმან ხრქვა ძმასათვისა, ცობ, თანამდებიყო გეჰენიისა 2, რომელი ესე ერთისა მცნებისა დახსნაი არს, და რომელმან სხვანი იგი ყოველნი დახსნა და ეგრეთვე მცა ასწავა კაცთა. იგი მცა სასუფეველსა შინა 1000-ა ეგო? ნუ იყოფინ. არა ამას იტყვის, თუ სასუფეველსა შინა იყოს უმცირეს სხვათასა, არამედ ესრეთ ბრძანებს, რომელმან დახსნეს მცნებანი ესე და ასწაოს ესრეთ კაცთა. რაი არს ესე თუ ასწაოს ესრეთ? რომელმან დახსნესო და ასწაოს კაცთა ესრეთვე დახსნაი, ვითარცა მანქნა. ვითარ ასწაოს. გინა თუ მოძღურებითა დრკვითა და განდრეკილითა, გინა თუ სახითა თვისითა მის მცნებათა გარდასვლისაითა. ესე ვითარცა მას უმცირეს ეწოდოს ჟამსა მას მეორედ მოსვლისა მისისასა. ესე იგი არს, შეურაცხიქმნას და განვრდომილ, არარად სახმარ. რაჟამს ესრეთ იქმნას მერმე გეჰენიად მისაცემელი არს იგი და სხვაი არ არაი.
რამე თუ უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან, ვით არცა ღმერთმან ყოვლისავე მეცნიერმან, იცოდა წინაისწარ მრავალთა დახსნილობაი, რომელთა ეგულებოდა უმეტეს ზომისა შერაცხვაით ქუმულთაი ამათ და შემოღებად სიტყვათა ამავებისათა, ვით არმედ, რაი არს ესე. უკვე თუ ვინ ცოფ უწოდოს მოყვასსა, სატანჯველისა თანამდებარს, ანუ უკვე თუ ვინ მიხედნეს დედაკაცსა, მემრუშეთ შეირაცხვისა, ამისთვის წინა ითვე დახსნის უფალი ცუდად მეტყველებასა ამას და ამისთვის სასჯელი განაწესა დიდი ორთათვისვე, რომელნი გარდა ხდებოდნენ მცნებათა მისთა და რომელნი გარდასვლასა მათსა სხვათა უწესებდნენ. ამისთვის მორწმუნენო, ბრძანებისა ამისგან და სასჯელისა გვეშინოდენ და ნუცა ჩვენ გარდა ვხდებით მცნებათა მისთა, ნუცა სხვათა მიზეზ გარდასვლისა ვიქმნებით. არამედ ვისწრაფოთ ჩვენც აღსრულებად მათთა და სხვათაც აღსრულებაი მათი ვასწაოთ. რამე თუ ამისთვის იტყვის უფალი, რომელმან ყოს და ასწაოს, ამას დიდ ერქვას სასუფეველსა ცათასა. მათე 5:19 რამე თუ არა თავისათვის ისა ხოლო ჯერ არს სარგებელი და მომატყუებელ კეთილისა ყოფაი, არამედ სხვათაცა და არაერთ არს სასკედელი თავისათვის ისა ხოლო მოქცევისაი და უკვე თუ თავისათვის ისა თანამოყვასაცა ვინ მიზეზ ცხოვრებისა ექმნას. რამე თუ ვითარცა სწავლა ითვინიერ საქმისა და ასჯის მასწავლელსა, ვითარცა იტყვის მოციქული, რომელი ეგე ასწავებ მოყვასსა, თავსათვისა არა ასწავებ, რომელთა მიმართ 2:21 ეგრეთვე. უკვე თუ ვინ იქ მოდის კეთილსა და ჟამსა წესიერსა და ოდეს ჯერ იყოს სხვათაცა არა მიუთხრას უმჯობესი. და ამცირებს სასყიდელსა შრომისა მისისასა. ჯერ არს უკვე ორსავე შინასრულყოფად და პირველად თავისათვის ისა განმართებაი და ესრეთ სხვათაცა მოძღვრებად შესლვაი. რამე თუ ამისთვის თავად მანცა საქმე უწინარეს სწავლისა განაწესა, რაითა აჩვენოს, ვითარმედ ესრეთ იქმნების კეთილად სწავლაი სხვათაი. ოდეს პირველად შენ ჰქმნე, რაითა არა გესმას. კურნალო, განიკურნე თავი შენი, ლუკა 4:23, რამე თუ რომელმან ვერ უძლოს თავისათვის ისა სწავლად და ხელყოს სხვათა მოძღვრებად. მრავალთა მიერ განიკიცხოს და იყვედროს და უფრო ისღა ვერცა შეუძლოს სწავლად, რა ჟამს საქმენი სიტყვასა. უგებდნენ მას. ხოლო უკვე თუ ორ კერძოვე სრულყოს, თვისითაცა საქმითა და სხვათაცა სწავლითა, ესე ვითარცა მას ჭეშმარიტად დიდ ერქვას სასუფეველსა ცათასა. სახარებაი, ხოლო გეტყვით თქვენ, უკვე თუ არა ემატოს სიმართლე თქვენი უფრო ის მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა 5:20. თარგმანი, სიმართლედ ამას ადგილსა ყოველსა სათნოებასა სახელს დებს, ვითარცა თქმულ არს იობისთვის, ვითარმედ, უბიწო მართალ, იობ 1:1. და სხვათა მრავალთა ადგილთა სიმართლე შემოკრებულისა მის ყოველთა ქველის საქმეთაგან სათნოებისათვის თქმულ არს. ხოლო ფარისეველნი და მწიგნობარნი არა თუ უშჩულონი და უკეთურნი ახსენა აქა, არამედ რომელნი იმარხვიდეს მცნებათა სჯულისათა, რაოდენცა ეძლო, რომელსაცა სიმართლედ უწოდა. ხოლო იხილე, ვით არ შემსგავსებასა იქმს აქა ძუელისა მის და ახლისა სჯულისასა, რაითა აჩვენოს თვისებაი მათი და მახლობელობაი ურთიერთას, რამე თუ უმეტესობაი და უმცირესობაი ერთსახეობისა და ერთნათესაობისანი არიან, რაითა სცნა, ვითარმედ არა შეურაცხყოფს ძუელსა მას, არამედ აღაორძინებს. ხოლო უკვე თუმცა ბოროტი იყო, არამცა აღაორძინა, არამედ სრულიად მცა განაგდო. თქვენ უკვე ვიეთმენ ვითარმედ, უკვე თუ ესე ვითარი არს, ვითარ ვერ შეიყვანებს სასუფეველად შემდგომად ქრისტეს მოსვლისა. ამისთვის რამე თუ ვინაიდან უზეშთა ესთა მადლთა და მიუთხრობელთა ნიჭთა ღირსმყნა ქრისტემან, უაღრესიცა ცხოვრებაი და უმეტესი მოღვაწებაი თანაგვაც. ხოლო პირველნი იგი ყოველნივე, რომელთა კეთილად დაიმარხნეს წესნი მისნი, ღირსად გამოაჩინა სასუფეველისა, რაღაცა თუ ვერ შევიდეს მას შინა სასჯელისა მისთვის, რომელსა თანამდებიყო ბუნებაი ჩვენი. ვიდრემდე მოვიდა უფალი და სასჯელი იგი დახსნა და მართალნი იგი შეიყვანა საშვებელად.
ამისთვის იტყვის, მოვიდნენ აღმოსავალით და დასავლით და ინახიდგან წიაღთა აბრაჰამისთა და ისაკისთა და იაკობისთა, შეადარე მათე 8:11 და ლაზარე წიაღთა აბრაჰამისთა მიიწია და სხვანი იგი ყოველნივე, რომელნი პირველ ქრისტეს მოსვლისა განბრწყინდეს, წესითა მის სჯულისაითა განბრწყინდეს. და ქრისტემანცა მორაივიდა ქვეყანად აღასრულა იგი ყოვლითურთ, რაითა აჩვენოს თვისება იმისი ახლისა ამისთანა. რამე თუ უკვე თუ ვინ თქვას, თუ ამისთვის აღასრულა, რაითა ჰურიანი მოიზიდნეს სარწმუნოებად თვისად, უკვე თუმცა სჯული იგი ბოროტ იყო, ჰურიათა გულსავსე ყოფისათვის უფალი ბოროტსა წესსა არა აღასრულებდა. ვიფთარცა იგი არა აღასრულნა წესნი წარმართთანი გულსავსე ყოფისა მათისათვის. ამის ყოვლისაგან უკვე საცნაურ არს ვითარმედ არა ამისთვის დააცხრა ძველი იგი სჯული, რომელ ბოროტ იყო, რამე თუ არა ბოროტ იყო, არამედ ამისთვის, რომელ უაღრესთა და უზეშთა ესთან ცნებათა ჟამი იყო. ხოლო უკვე თუ არა იყო იგი სრულებასა ამას შინაახლისა სჯულისასა, ნუ გიკვირს, ნუცა ამისთვის ბოროტად შეჰრაცხავ მას, რამე თუ ახალიცა ესე გულისხმის ყოფა იყოფაცა მას მის საუკუნოისასა თანამცირე წოდებულ არს და არასრულ, ვითარცა იტყვის მოციქული, ვითარმე, მცირედ ვიცით და მცირედ ბძინაის წარმეტყუელებთ. რა ჟამს მოიწიოს სრული იგი, მაშინ მცირედი განქარდეს. პირველი კორინთელთა მიმართ 13:9 სრულად მერმესა მას საუკუნესა უწეს და მცირედ აწინდელსა ამას გულისხმის ყოფასა. და კეთილად აჩვენა მან ძველისა მის სჯულისა წესი და ახლისაი და მერმისა მისცა საუკუნისა რა ჟამს თქვა, ოდეს იგი ვიყავ ღრმაი, ვიტყოდე ვითარცა ღრმაი, ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაცს დაუტევე სიყრმისაი იგი. პირველი კორინთელთა მიმართ 13:11 სიყრმედ ძველსა. მას უწოდა და მამაკაცობად ახალსა. მერმე იტყვის ახალისა ამისთვის და ყოფადისა მის მას საუკუნესა, ვითარმედ, ვხედავაც, ვითარცა სარკითა, ხოლო მაშინ პირისპირ, აც ვიცი მცირედ, ხოლო მაშინ ვიცნა, ვითარცა შევემეცნე. პირველი კორინთელთა მიმართ 13:12 ხოლო რაღაცა თუ მირაივე მთხვინეთ საუკუნესა მას სასუფეველსა, აწინდელნი ესე წესნი განქარდებიან და სხვაი უაღრესი ცხოვრებაი შემოვალს, არამედ არა ვითყვით ამის ჯერისათვის, თუ შეურაცხარს ახალი ესე სჯული, არამედ უწყით ვითარმედ დიდ არს და საკვირველ. ეგრეთვე რომელ ძველი იგი უმცირესი იყო და ახალი ესე უსრულესი შემოვიდა, არა ჯერ არს თქუმად, თუ ბოროტ იყო იგი. ნუ იყო ფინ. არამედ კეთილი იყო ჟამსა შინათვისსა. ხოლოაც, ვინაიდან აღთქმანიცა სასყიდელთა უზეშთა ესთანი მოგვეცნეს და ძალისულისა წმიდისაი უმეტესი მოგვენიჭა, სამართლად უმეტესაცა სათნოებისა სიმართლესა ეძიებს ჩვენგან. რამე თუ არღარა ქვეყანისა მოცემაი აგვითქვა გამომცენარისა სცისა და თაფლისაი, არცა სიბერე სიპოხისაი და შვილმრავლობაი, არცა იფქლი და ღვინოი და სამწყსონი ცხოვართანი და მროწეულები ზროხათაი ანუ არვებით ხათაი, არამედ აგვითქვა ჩვენ სასუფეველი ცათაი და მკვიდრობაი ანგელოსთა თანა და შვილებაი ღმრთისაი და თვისებაი მხოლოდ შობილისაი და ზიარებაი მკვიდრობისა მის სეცათაისაი და დიდებაი იგი და სუფევაი და უსრულებელი და შვებაი კეთილთა მათ შინა გამოუთქმელთა. ხოლო რაითასცნა, ვითარმედ უმეტესი ძალი და შეწევნაი მოგვეცა ჩვენაც, ისმინე პავლესი, რასა იტყვის, არარაი დასასჯელი არსოაც მათა, რომელნი იგი ქრისტე იესოს მიერ არა ხორციელად ვლენან, არამედ სულიერად. რამე თუ რჩულმან სულისა ცხოვრებისა მან ქრისტე იესოს მიერ განგათავისუფლა შენ რჩულისა მისგან ცოდვისა და სიკვდილისა. შეადარე რომაელთა მიმართ 8:1-2 ხოლო ვინაიდან აუწყა დამხსნელთა ახლისა ამის რჩულისდებისათა, თუ ვითარისა სასჯელისა თანამდებარიან და კვალად აღმასრულებელთა მისთა აღუთქვა სიმრავლე იგი სასყიდელთაი და გვიჩვენა, ვითარმედ უზეშთა ესა საზომსა ეძიებს ჩვენგან პირველთა მათ,
ძველსა შინაშჯულსა მყოფთა ისა იწყებს მიერითგან საკვირველსა მას შჯულისდებასა შემსგავსებითა პირველთა მათ მცნებათა ითა, რაითა გამოაჩინოს, ვითარმედ მათვე თანაეწამების და არა დახსნის, არამედ ჟამსა ჯეროანსა უმეტესისა მიმართ აღაორძინებს მათ, ვითარცა ესერა ვისმინოთ. ბრძანება იმისი. წახარებაი. გასმიეს რამე თუ ითქვა პირველთა მათ მიმართ, არა კაც ჰკლა, ხოლო რომელმან ჰკლას, თანამდებარ სიკვდილისა. ხოლო მე გეტყვი თქვენ, რამე თუ რომელი განურისხდეს ძმასათვისა ცუდად, თანამდებარ სასჯელისა, 5, 21, 22. თარგმანი, იხილია ხელმწიფება იგისრული. იხილია ქადაგებაი, შემსგავსებული რჩულისმდებლისა მის ჭეშმარიტისაი. რომელმან წინა წარმეტყველთა ანუ მამათ მთავართაგანმან თქვა ესრეთ. არავინ. ნუ იყოფინ. არამედ იტყოდეს, ესრეთ იტყვის უფალიო. ხოლო მხოლოდ შობილმან მან ძემან ღმრთისამან არა ესრეთ თქვა, არამედ ყოველივე ბრძანებით და ხელმწიფებით. რამე თუ იგინი მეუფისა სიტყვათა იტყოდეს, ხოლო ესე მამისათა და უფროისხათვისთა, რამე თუ ოდეს მამისა ირთქვა, ცისათა ვიტყვი, ვითარცა თქვა ვითარმედ, ჩემი ყოველი შენი არს და შენი ჩემი არს, იოანე 17:10. და იგინი მოყვასთათვისთა შჯულსა დაუდებდეს, ხოლო ესე მონათა ეტყვის უკვე, ვითარმედ, ითქვა პირველთა მათ მიმართ, და მაშინცა მათ და მიმართ მეტყველი თავადივე იყო, რამე თუ იგი არს მომცემელი ძველისა და ახლისა შჯულისაი. არამედ არა იხრქვა ესე ვითარი, თუ გასმიეს რამე თუ ვთქუ პირველთა მათ მიმართ, რამე თუ იცოდა გონებათა მათ ჰურიათა საუგულისხმოებაი, ვითარმედ არა შეიწყნარებდეს სიტყვასა მას, არცა ესე თქვა, თუ გასმიეს რამე თუ ითქვა მამისა ჩემისა მიერ. ხოლო მეაც გეტყვი თქვენ, რამე თუ ესეცა ძნელვე იყო, არამედ ესრეთ განუჩინებელად თქვა ვითარმედ, გასმიეს რამე თუ ითქვა პირველთა მათ მიმართ, რაითა ესე ხოლო უჩვენოს, ვითარმედ ჟამსა ჯეროანსა შემოვიდა აწახალი ესე სწავლაი. რამე თუ ამისთვის ხრქვა, გასმიეს რამე თუ ითქვა პირველთა მათ მიმართ, რაითა სიმრავლე იგი ჟამისაი მოასწავოს, ვინაიდან ითქვა იგი და აყვედროს, რომელ უმაღლესისა ამის მოქალაქობისა მიმართ უდებიქმნენ. ვითარცა მოძღვარი რაი აყვედრე მყრმასა უდებსა სწავლად და ეტყვინ. აჰა ესე რა ესოდენი ჟამი წარხდა და შენ ჯერეთ ანბანსა ისწავლი. ამას წესსა თავადიცა მოასწავებს და ამისთვის სახელი იგი პირველთა შემოიღო წოდებად მათ და უმაღლესისა მის ცხოვრებისა მიმართ, ვითარმცა ეტყო და კმა არს თქვენ და აწესოდენი ესე ჟამი ძველისა ამის წესისაი. ჯერ არს აწახლისა და უაღრესისა მოქალაქობისა ხელყოფაი. ხოლო გასმიეს რამე თუ ითქვა პირველთა მათ მიმართ, არა კაც ჰკლა და რომელმან მოკლას, თანამდებარ სიკვდილისა. ხოლო მე გეტყვი თქვენ, რამე თუ რომელი განურისხდეს ძმასათვისა ცუდად, თანამდებარ სასჯელისა. ძველისა მის და ახლისა შჯულისა ერთი არს რჩულისმდებელი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. არა ვითარცა უღმრთონი იგი მანიქეველნი გმობენ და სხვასა იტყვიან ძველისა მის შჯულისმდებელსა და უწყალოებასა სწამებენ მას არ აღერსნი იგი წყალობისა. ხოლო ჩვენ უწყით, ვითარმედ ორისავე მეუფე და რჩულისმდებელი ქრისტე არს, თანაარსი და თანადაუსაბამოი, ძე უხილავისა ღმრთისაი. და არცა ძველსა მას შინა იპოებიან უწყალოებისა სიტყვანი, არცა ახალსა ამას შეუძლებელი მცნებანი. არამედ მაშინ ვინაიდან ფიცხელ და უგულისხმო იყვნენ ჰურიანი და ვერ ეძლო თავით თვისით მოწყვეტად საქმეთა ურჩულოებისათა, რამე თუ ჩვეულება იცა ცოდვისა ისუფევ და სოფელსა შინა და ყოველსავე ბოროტსა ერეოდეს. კაცის კვლათა მრუშებათა, ურთიერთას ბრძოლათა, ამისთვის ღმერთმან ვითარცა აღვერი მათისა მისი ცოფისა. დადვა შჯული, რაითა რომელმან კაც კლას,
მოიკლას მის წილ და თვალი თვალისაწილ, კბილი კბილისაწილ. შეადარე გამოსვლა 21, 12, 24 არა თუ რაითა ურთიერთას თვალთა და კბილთა აღმოხდიდნენ, არამედ რაითა შიშით ამ საჯულთა და მთავართაითა რომელნი წესისა ებრშჯულისა შურისგებასა ესე ვითართა საქმეთასა იქმოდეს და ასცხრენ ბოროტთა საქმეთაგან. ხოლო მორაივი და უფალი ქვეყანა და მძლავრება იგი ცოდვისა იგანაქარვა და თვითმფლობელობისა მადლი უბრწყინვალესად განაახლა, ამისთვის ჯეროვანსა და წესიერსა ჟამსა უაღრესთა ამათ საქმეთა გვასწავებს და უმაღლესისა ცხოვრებისა გზასა გვიჩვენებს. ვითარცა ესე აციცხო ბრძანებათა ამათ წმიდათა, რამე თუ წესისა ჟამთა ისა წესიცა იგი რჩულისდებისა აღასრულა. გასმიეს, რამე თუ ითქვა პირველთა მათ მიმართ, არა კაც ჰკლა. ხოლო მე გეტყვი თქვენ, რომელი განურისხდეს ძმასათვისა ცუდად, თანამდე ბარს სასჯელისა. არა ყოვლით ურთ განაგდო საქმე იგი შერისხვისაი, არამედ ცუდი რისხვაი დააყენა. ერთად რამე თუ ძნელ არს კაცისა ვნებათაგან სრულიად განთავისუფლებაი, არამედ აღორსხმად და დაყენებად ვნებათა შემძლებელ არს. ხოლო სრულიად განთავისუფლებად ბრძოლისა მათისაგან და ყოვლით ურთ უჩინო ყოფაი მათი ვერ ვისძალულს კაცთა შორის. და მეორედ რამე თუ ფრიად სახმარ არს შერისხვაი, ოდეს ჟამსათვისა იქმნებოდის. იხილეთ რაბამი კეთილი ქმნა შერისხვამან პავლესმან კორინთელთა შორის და დიდისა საცდურისაგან იხსნა. ეგრეთვე გალატელნი წარწმედისაგან შერისხვითა მით იხსნა და სხვა ესევით არის მრავალი ქმნა მანცა და სხვათა წმიდათა. აც უკვე რომელი არს ცუდი რისხვაი, ანუ რომელი არს ჯეროვანი და წესიერი. ყოველსა შერისხვასა რომელსა ვიქმოდით არაშურისგებისათვის თავთა ჩვენთა ისა, არცა ვნებისათვის ჩვენისა გულის წყრომისა, არცა სიძულილისათვის ძმისა, არამედ დამტკიცებისათვის მცნებათა ქრისტესთა ისა. რაითა ცოდვისაგან დავაყენეთ სხვანი და უდებებისა და უწესოებისაგან მოვაქცინეთ, არა ცუდ არს, არამედ ფრიად ჯეროვან. ხოლო ოდეს შურსა ვიგებდეთ თვისისა რაისმევნებისათვის, ანუ სოფლიოისა რაისამე და ხორციელისა საქმისათვის განვრისხნებოდით, ესე არს ცუდი განრისხებაი, რომელსა გვამცნებს მოციქული, ვითარმეთ, ნუ შურსა იგებთ თავთათვისთათვის საყვარელნო, და ყოველი სიმწარე და გულის წყრომაი, რისხვაი და გმობაი მოისპენ თქვენგან ყოვლით ურთ უკეთურებით, და მზე. ნუ დაგასწრო განრისხებასა თქვენსა. შეადარე რომაელთა მიმართ 12:19, ეფესელთა მიმართ 4:31-26, რამე თუ ვითარცა ხორციელთა საქმეთათვის და შურისგებისათვის განრისხებაი ცუდ არს და ბოროტ და თანამდებ სასჯელისა. ეგრეთვე შურისა საღმრთოისათვის ქმნილი სახმარ არს და კეთილ. გარნა უმრავლესნი ჩვენგანი წინააღმდგომსა ამას სიტყვისა საიქმან და თვისთავნებათათვის, სიძულილისა და ძვირის ხსენებისა მოყუსისა და სხვისა ყოვლისავე ხორციელისა საქმისა მხეცებრ განრისხნებიან. ხოლო რა ჟამს მცნებაი რაიმე ქრისტესი დაიხსნებოდის და უწესოებისა საქმე იქმნებოდის, შემოსრული და მდაბალი ქმნებიან და დუმილსა იმარხვენ, რომელესე ორივე წინააღმდგომ არს რჩულსა მას სახარებისასა. საცნაურ არს უკვე, ვითარმედ არა განრისხებაი ბოროტ არს, არამედ ცუდად განრისხებაი. ამისთვისცა წინაწარმეტყველი იტყვის, გულის წყრომასა თქვენსა ნუსწოდავთ, ფსალმუნი 4:5, რამე თუ უკვე თუ განრისხებაი იგი არა შურისათვის საღმრთოისა იყოს, ცოდვა არს, ვითარცა ესე რა შემდგომთაცა სიტყვათა მიერ გვამცნებს უფალი. წახ არეებაი და რომელმან ხრქვას ძმასათვისა, რაკა თანამდე ბარს კრებულისაგან განსვლად 5:22. თარგმანი შესაკრებელად აქა სამსჯავროსა მას ჰურიათასა უწოდა და ამისთვის ახსენა იგი, რაითა არაჩნდეს სიტყვა იმისი სრულიად უცხო წესისა მისგან რჩულიერისა. ამისთვის შესაკრებელსა მათსა მისცა სასჯელი ამის სიტყვისაი.
ხოლო სიტყვა ესე, რა კაი, არა გინება არს, არამედ შეურაცხება, რამე თუ ესრეთ გამოითარგმანების ასურას ტანელთა ენისაგან. რაკა, ჰოი შენო, რომელ ესე არს შეურაცხებისა სიტყვაი, ვითარცა ვინ რქვის მონასათვისსა. ხოლო კაცთ მოყვარე ღმერთი ყოვლისავე ბოროტისა და საბამსა და ძირსა აღმოჰფხურის, რაითა არა უძვირესიცა მოვიდეს და გვიბრძანებს, რაითა ურთიერთას არა შეურაცხებით, არამედ პატივით ვეტყოდით, ვითარცა წერილ არს ვითარმეთ, პატივითა ერთ-ერთსა წინა უძღოდეთ, შეადარე რომაელთა მიმართ 12:10, რამე თუ ესე არს წესი იგი სულიერი. სწახ არეებაი და რომელმან ხრქვას ძმასათვისსა, ცოფ თანამდე ვარს გეჰენიასა ცეცხლისასა, 5:22. თარგმანი მრავალთა მძიმედ და ძნელად შეჰრაცხეს მცნებაი ესე, უკვე თუ მცირისა ამის სიტყვისათვის ესე ვითარისა სატანჯველისა თანამდე ვიქმნებით და იტყვიან ვითარმედ უმეტეს ზომისა არ სიტყვაი ესე. არამედ მეშინის ნუ უკვე სიტყვათა მიერ ცუდთა ვაცთუნებდეთ აქა თავთათვისთა და მერმესა მას საუკუნესა საქმით შთავცვივეთ სატანჯველთა ჯოჯოხეთისათა. რამე თუ მითხარღა რაისათვის მძიმე გიჩნს მცნებაი ესე. არა უწყია ვითარმედ უმრავლესნი ცოდვანი დაწყებასა და დასაბამსა სიტყვათაგან მიიღებენ. გმობანი და უარისყოფანი და ძვირისწრახვანი და გინებანი და ცრუდფიცებანი და ცილისწამებანი და ცრუმოწმობანი. ესე ყოველნი არა სიტყვათაგან მიიღებენა დაწყებასა. ნუ ამას უკვე ხედავ, თუ მცირე სიტყვაი არს, არამედ იხილე, თუ არა მრავალნი ბოროტნი იქნებიანა გინებისა მიერ. რამე თუ სიტყვითა ამით ერთითა ყოველივე გინებაი მოასწავა, რაითა ვცნათ ვითარმედ დიდი ცოდვაი არს გინებაი ძმისაი და მრავალგზის ჟამსაშინა შფოთისა და რისხვისასა, ოდეს სახუმილი გულისწყრომისაი ეტყინებოდის, მცირეცა სიტყვაი და არაფრიად შეურაცხებით თქუმული უმეტესად აღატკინებს ცეცხლსა მას, ვიდრეღა კაცის კლაცა მიიწის. რამე თუ ვითარცა ოდეს სიყვარული იყოს, მძიმეცა სიტყვაი სუბუქად ჩანს, ეგრეთვე ოდეს რისხვაი და გულისწყრომაი უფლებდნენ, სუბუქიცა სიტყვაი აღმაორძინებელ ბოროტისა მის იქმნების. ვითარცა იგი ოდეს ნაბერწყალი მცირე იყოს, რაღაცა თუ შეშაი დაურთო, არავემ სწრაფლაღ ეტყინების, ხოლო ოდეს სახუმილი იწვებოდის და ალი მძაფრი მოეხვიოდის, არა ძელთა ხოლო, არამედ ქვათაცა შეედების. ეგრეთვე ჟამსა რისხვისასა მცირეცა სიტყვაი ნიუთვნებისა მის იქმნების. ამისთვის ყოველსავე ესე ვითარცა ბოროტსა ძირსა აღმოჰფხურის უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ბრძანებს ვითარმედ, რომელიცა განურისხდეს ძმასათვისა ცუდად, თანამდე ვარს სასჯელისა და რომელმან ხრქვას, რაკა, თანამდე ვარს კრებულისაგან განსვლად. უსუბუქესი სასჯელი თქვა პირველთა მათთვის, ხოლოაც რომელმან ხრქვასო ცოფ, თანამდე ვარს გეჰენიასა. რაც პირველად თქვა სახელი გეჰენიისაი, ვინაიდან მრავალი წარმოთქვა სასუფევლისათვის ცათაისა და სასყიდელთა მათთვის, განმზადებულთა ღმრთის მოყვარეთათვის, რაითა აჩვენოს საქმე კაცთ მოყვარებისათვის ისაი. რაც ახსენა გეჰენიაი, რომელსა აღვატყინებთ ჩვენ ცოდვათა ჩვენთა მიერ და დახსნილობითა უდებებისა ჩვენისაითა, ვითარმცა ბრალსა განიგდებდა და გუეტყოდა, ვითარმედ არ არა ესე ვითარიხნებავს მას ჩვენთვის, არამედ უფრო ისად ყოველი კეთილი. ხოლო ჩვენ ვაიძულებთ სახიერსა მას განრისხებად ჩვენზედა და მიცემად სატანჯველად. და ესრეთ გულისხმალ ყავ მის მიერ სმენად, რამე თუ გეტყვის, გარქუ შენ, ნუ განხრისხნები ცუდად და არა მისმინე, არამედ შეურაცხებად მოყუსისა იწყე, გარქუ შენ, ნუ იტყვი, რაკა, ნუცა სხვასა რა სიტყვასა შეურაცხებისასა აღმოიტყვი, არავე შეიკდიმე. არამედ გინებადსა ძმისა იწყე, ამისთვის იძულებითა უწესოებისა შენისაითა გეტყვი, განეყენე სიტყვათა მათ გინებისათა, რაითა არა გეჰენიათ ცეცხლისა მიეცე.
რამე თუ ამისთვის შეურაცხებისა და გინებებისათვის სატანჯველსა გითქვამ, რაითა არა კაცის კლასა შთახვარდე, რამე თუ ყოველი ბოროტი მცირედისაგან აღორძინდების და დიდად მიიწევის. რაც უკვე საყვარელო, ნუ მცირე გიჩნსო წოდებაი ძმისაი, რამე თუ ოდეს მოსწარცოს ვინ ძმასათვის საგონებაი და ცნობაი, რომლითა ჩანს პატივი კაცისაი, და ცოფ უწოდოს, ყოვლისაგანვე პატივისაგან უგდიეს იგი. და ნუ სიმცირესა მას სიტყვისასა ვხედავთ, არამედ ვნებაი მისი გულისხმავყოთ, და თუ ვითარ საწყურებასა იქ სიტყვა იგი და ვითარ აღაორძინებს ბოროტსა. ეგრეთვე მსგავსად პავლეცა იტყვის, ნუ სცდებითო, არცა მეძავთა, არცა კერპტმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა, არცა მპარავთა, არცა ანგართა, არცა მომთვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ. პირველი კორინთელთა მიმართ 6:9 ესე რა მეძავთა და მემრუშეთა თანამაგინებელნიცა განასხნა სასუფეველისაგან და სამართლად ქმნა ესე რამე თუ მაგინებელი სიკეთესა მას სიყვარულისას ავნებს და მოყვას სამრავალ სამწუხარებასა შთააგდებს. და გესლსა მტერობისა და ძვირის ხსენებისასა შემოიღებს შორის და ასოთა ქრისტესთა ურთიერთას განჰყოფს და საწადილსა მას და ღმრთისა საყვარელსა მშვიდობასა განიოტებს დღითი დღე და გინებათა მათ მიერ განაძლიერებს ეშმაკსა თავსაზე და თვისსა. ამისთვის ქრისტესა ენება რაიძა როუთა მისთა შეჭრა ირჩული ესე საღმრთოი დაგვიდვა რაითა პატივის მცემელ ვიყვნეთ ურთიერთას, არა მაგინებელ და შეურაცხის მყოფელ, არამედ რაითა განვიშოროთ ყოველი მტერობაი და სიძულილი და სიყვარული შევიტკბოთ. რამე თუ დიდად სცნავს სიყვარული უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა და სიყვარული არს დედაი ყოველთა კეთილთაი, სასწაული ქრისტეს მოწაფეთაი და სრულმყოფელი ყოვლით ურთ ჩვენისა ამის ნაკრულევანებისა და სიგლახაკისაი. ამისთვისცა სამართლად აღმოხფურის ძირით ურთ მტერობასა და შფოთსა, რომელი გიმავნებელ არიან სიყვარულისა. რაც უკვე ნუ ზომისა უმეტესობასა იტყვი ამის მცნებისასა, არამედ იხილე, თუ რაოდენი კეთილი იქნების სიყვარულისაგან და ურთიერთას პატივცემისა და გიკვირდინ სახიერებაი ყოვლად ბრძნისა მის მეუფისაი, რომელი ყოვლით კერძო ცხოვრებასა ჩვენსა ეძიებს და ჰნებავს საკრველითა მით მშვიდობისა და სიყვარულისაითა შეკრვაი ჩვენი ურთიერთას. ამისთვისცა პირითაცა თვისითა და მოწაფეთა მიერთსა და წინაწარმეტყველთა დიდითა ხარკებითა გვამცნებს სიყვარულსა და შურისმეძიებელ არს მათზე და რომელთა მცნებაი ესე უგულებელს ყონ, რამე თუ უწყის, ვითარმედ არ არა ესრეთ აღაორძინებს და განამტკიცებს ჩვენ შორის ყოველსა ბოროტსა, ვითარ დახსნაი სიყვარულისაი. ამისთვის თქმულ არს ვითარმედ, განმრავლებითა ურჩულოებისაითა განხმეს სიყვარული მრავალთაი. მათე 24:12 ამისითა ნაკრულევანებითა კაინძმისა მკვლელი ქმნა, ეგრეთვე ესაუ განვარდა, ეგრეთვე ძმათა იოსების თქმეს ბოროტი. და ვინცა აღრაცხა სიმრავლე ბოროტთა იმათ, რომელნი შემოვიდეს განხმობითა და მოკლებითა სიყვარულისაითა, ამისთვის უფალი ყოველსავე წინააღმდგომსა სიყვარულისასა განსდევნის კაცთაგან და მას დაამტკიცებს მონათა შორის მისთა. და არა კმაყო ზემოთქმულთა ამათზე და არამედ სხვაიცა მრავალი შესწინა და სამტკიცებელად სიყვარულისა, რაითა გულისხმოვყოთ, რაოდენ სათნო უჩნს სათნოებაი ესე. რამე თუ განაწესა რა იმრის ხანეთათვის და შეურაცხის მყოფელთა მოყუსისათა თანამდებობაი სასჯელისაი, თანამდებობაი კრებულისაგან განვრდომისაი, თანამდებობაი გეჰენიისაი, კვალაცა შესწინა და თქვა. წახარებაი, უკვე თუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეხსენოს შენ, ვითარმედ ძმაი შენი გულძვირ რაიმე არს შენთვის, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას, მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი 5, 23, 24. თარგმანი
ჰოი გარდამატებული იგი სახიერებაი, ჰოი კაცთ მოყვარებაი იგი მიუთხრობელი. შეურაცხყოფს თვისამას პატივსა პატივისათვის მოყუსისა და სიყვარულისათვის მისისა და იტყვის ვითარმედ, უგულებელს ყავს შესაწირავი იგი ჩემი და პატივრეთ სიყვარულსაც მისასა, რამე თუ ესე არს სათნოი ჩემი და შესაწირავი, რაითა შენ ძმასა შენსა დაეგო. რაიმცა უზეშთა ეს იყო ამის კაცთ მოყვარებისა. არა თქვა, თუ პირველად შეწირე შესაწირავი იგი და ესრეთ წარვეთ დაგებად, ანუ თუ პირველ შესაწირავისა არამედ მასვე ჟამსაო, ოდეს შესაწირავი საკურთხეველსა ზედა ეგოს, უკვე თუ მოგეხსენოს, დაუტევეო და წარვეთ დაეგე ძმასა. ხოლო რაისათვის ესრეთ თქვა და ესე ვითარი ბრძანებაი დადვა? პირველად რაითა გვაუწყოს ვითარმედ დიდად სათნო არს მისდა სიყვარული ურთიერთას და იგი შეურაცხეს შესაწირავად ჭეშმარიტად, მეორედ რაითა გულისხმა გვიყოს ვითარმედ თანანადები არს და წესითანაწარვალი დაგებაი მოყუსისაი. რამე თუ რომელსა ესმას არა შეწირვად შესაწირავისა პირველ დაგებამდე მოყუსისა რაღაცა თუ არა აქუნდეს სიყვარული, არამედ რაითა არა ძღვენი იგი მისი შეუწირველად ეგოს, აიძულოს თავითვისი წარსვლად და დაგებად მოყუსისა და დახსნად მტერობისა. ამისთვის თქვა, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას, რაითა ადგილისა მისგანცა საშინელისა შეიკდიმო და მივედო დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ შეწირე შესაწირავი შენი, რაითა საცნაურყოს ამის ყოვლისა მიერ, ვითარმედ რომელთა მტერობაი აქუნდეს ურთიერთას, არა შეიწყნარებს მათ საკურთხეველი. ისმინეთ ესე რომელთა მტერობაი გაქოს მოყვასთა მიმართ და მოუხდებით წმიდასა საკურთხეველსა და უხრწნელთა მათ ქრისტეს საიდუმლოთა, რამე თუ არა შეგიწყნარებს თქვენ დიდებული იგი მეუფე, არცა შესაწირავსა თქვენსა შეიწირავს, არცა ლოცვასა ისმენს. რამე თუ ლოცვასაც ეწოდები შესაწირავად ვითარცა წერილ არს, აპყრობაი ხელთა ჩემთაი, მსხვერპლ სამწუხრო, ფსალმუნიას 42, გარნა არცა შესაწირავი სახმარ არს, არცა ლოცვაი, უკვე თუ არა პირველად ძმასა შენსა დაეგო და ესრეთ შესწირო ლოცვაი შენი. რამე თუ ყოველივე ამისთვის იქნა, ამისთვის ღმერთი განხორციელდა, რაითა მტერობაი დახსნას და ჩვენ ერთობად მოგვიყვანეს, და ყოველსა ადგილსა ამას გვიბრძანებს, ვითარცა ესეაც თქვა. და კვალად ლოცვასა შინა იტყვის ესრეთ, მომიტევენო ვითარცა ჩვენ მიუტეობთ თანამდებთა ჩვენთა. შეადარე მათე 6:12 მუნ შეწუხებულსა უბრძანებს მიტევებად მწუხარებისა მის, ხოლო აქა შემაწუხებელსა უბრძანებს მისვლად და დაგებად შეწუხებულისა, რაითა ორ კერძო ექმნას მშვიდობაი ჭეშმარიტმან მან მშვიდობის მყოფელმან. და არა თქვა, უკვე თუ დიდი ხოს მწუხარებაი იგი მაშინ მივედ და დაეგე არამედ, უკვე თუ მოგეხსენოსო ვითარმედ ძმაი შენი გულძვირ რაიმე არს რომელესე მოასწავებს ვითარმედ, დაღაცა თუ მცირე რაიმე იყოს მწუხარებაი იგი და გულძვირობაი, ჯერ არს მისლვაი და დაგებაი ძმისაი. კვალად არა თქვა, თუ სამართლად ანუ უსამართლოდო, არამედ გინა თუ ესრეთ, გინა თუ ეგრეთ იყოს მგზინვარებაი იგი, დაგებაი თანაგვაც. რამე თუ დაღაცა თუ სამართლად ვისამე მიმართ გულძვირობაი გვაქუნდეს, არავე გვაქვს სიტყვაი თქუმად, ვითარმედ სამართლად გულძვირად ვარ და არა მივიდე დაგებად. მოვიხსენოთ რამე თუ ქრისტეცა სამართლად მრისხვიდა ჩვენ, გარნა ეგრეთსა მოვიდა წყალობად ჩვენდა და ჩვენთვის სიკვდილად მიეცა და არა გვიხსენა ესოდენი იგი ბრალნი. ამისთვის პავლეცა სხვითა სახითა გვისწრაფებს დაგებად ურთიერთას და იტყვის, მზე ნუ დაგასწრობნო განრისხებასა თქვენსა, შეადარე ეფესელთა მიმართ 4:26, რაითა არა მოვიდეს ღამე და უძვირეს იყოს წყლულება იგი და უმეტესი ძალი მისცეს ეშმაკსა. რამე თუ ამისთვის შესწინა და თქვა, ნუ სცემთ ადგილსა ეშმაკსა, ეფესელთა მიმართ 4:27, ვითარცა ესე აწუფალი ბრძანებს პირველ შესაწირავისა მისვლად და დაგებად, რაითა არა, აღესრულოს რაი შესაწირავი, უდებ იქმნას კაცი იგი მისვლად.
და ესრეთ იწყოს რა იდროებად მიიღოს ძალი. ქსინვარება მან, რამე თუ ფრიად იმოსწრაფება ჯერ არს ბრძოლასა შინავნებათასა, რაითა არა მიიღონ მათ ძალი უფლებად ჩვენდა, და ვითარცა მკურნალმა ხელოვანმა ასწავის კაცსა წამალი, დამაყენებელი მოსვლად სცენისა, და კვალად სხვაი ასწავის. დამხსნელი მოწევნულისა უძლურებისაი, ეგრეთვე სახიერმან მან მკურნალმან სულთამან ქმნა. რამე თუ ბრძანება იგი, რომლითა გვამცნო, რაითა არა განურისხნეთ ცუდად ძმასა და რაითა არა ცოფ უწოდოთ, წამალი იყო დამაყენებელი მოსვლად სცენსა მას მგზინვარებისა და ძვირის ხსენებისასა, ხოლო რომელი ესე გვიბრძანა, სწრაფილ მისვლად და დაგებად შეწუხებულისა, დამხსნელი არს სცენისა იმის უკრძალველობისაგან ჩვენისა მოწევნულისა. დაიხილე ვითარ ორივე ესე წამალი ძლიერი შეჰემზადა, და მონგეხენისა თანამდებად თქვა წოდება ძმისაი, რომლისა მიერ ყოველი სიტყვა იგინებისაი მოასწავა, აქა კვალად შესაწირავსა მას არა შეიცირავს, უკვე თუ არა დავეგნეთ შეწუხებულსა მას ძმასა. რაითა ორ კერძო ეძირი იგი ბოროტი და ნაყოფი იგი ხენეში უჩინოყოს, პირველად თქვა, ნუ განხრისხნები რაითა ყოლადვე არა აღმოეცენოს ხე იგი ხენეში, მერმე, ნუ ძვირსა იტყვიო რაითა არა აღორძნდეს. ხოლო აც აღმოცენებულისა და აღორძინებულისა მწარესა მას ნაყოფსა განგდებად. ბრძანებს და ცეცხლად მიცემად. ამისთვის სასჯელისა თანამდებობა იგანაწესა განრისხებისათვის, და კვალად განგდება იკრებულისაგან, მერმე შიში გეხენიისა იწინაგვიყო, კვალად დატევება შესაწირავისა იბრძანა და წარსვლა იდაგებად. ამას ყოველსაზე და სხვასაცა სახესა გვითხრობს ამისვე პირისათვის და იტყვის. წახარებაი, იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე ვიდრემდე ხარ მის თანაგზასაზე და ნუ უკვე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა და მსაჯულმან მან მსახურსა და საპყრობილეთ შეხვარდე. ამენ გეტყვი შენ, ვერ გამოხვიდე მიერ ვიდრე არა მისცე დანგისა კოტორი 5, 25, 26. თარგმანი ორ კერძო გულისხმარი ყოფების ძალი ამის სიტყვისაი, ერთად პირველ თქმულისა მისებრ სიტყვისა მაწვეվել არს ესეცა ადრე დაგებად ურთიერთას მოლალეთა, რამე თუ ზემოწერილსა მას ბრძანებასა შინა ყოველივე სულიერისა კერძისათვის ყო განჩინებაი. ვითარმედ უკვე თუ მაგინებელი ყო და შეურაცხის მყოფილ ძმისა, თანამდებ ხარ გეხენიისა, არა თუ მოიქცე და შეინანო, და უკვე თუ შესწირვიდე შესაწირავსა და არა პირველად დაეგო ძმას შენსა, არა ჯერ არს შეწირვაი. ვინაითგან ესე სიტყვანი უხილავთა და სულიერთა საქმეთათვის იყვნეს, ამისთვის იტყვის ხორციელისა და ხილულისათვის საუგულისხმოთათვის და სრქელთა გონებითა, ესე იგი არს, იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა. ვითარმცა იტყო და ვითარმედ, გარქუ შენ, რაითა პირველ შეწირვისა ლოცვათა შენთასა დაეგო ძმასა. უკვე თუ ეგრეთ საუგულისხმო ხარ და არა შევალს სულიერი იგი სიტყვა ეგულად შენდა, ხორციელისამებრ საქმისაგან ეკრძალე და ისწრაფე დაგებად წინამოსაჯულისა შენისა, რაითა არა სახუმილი შფოთისა და ლალვისა იაღეთყინოს თქვენ შორის. და მისვლა იგიხმდეს საბჭოთ მთავართა მიმართ და ხელმწიფეთას ცირცხვილად შენდა და დასახსნელად მცნებისა ჩემისა. და რაი უწყი, რაი ყოფად არს შენდა? ნუ უკვე დაგასაჯოსცა წინამოსაჯულმან მან შენმან და მიგცეს ხელმწიფება სამთავრისასა და საპყრობილეთსა შეხვარდე და ყოველივე მისცე, უკვე თუ რაითანაგედვას და მრავალი შეგემთხვიოს სხვევაიცა და სირცხვილიცა. ამისთვის იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე. ესე იგი არს, კეთილად გულისხმა ყავ თუ რაი შემთხვევად არს შენდა შფოთთა და მტერობათაგან ხორციელად მებრდა დაეგე ადრე წინამოსაჯულსა შენსა, ვიდრე არა მისრულ ხართ საბჭოთ, ვიდრე შენსა ხელმწიფებასა შინა არს დაგებაი და მტერობისა მის დახსნაი, და თავს იდევ მცირედიცა რაიმე დაჭირვებაი, ნუ უკვე დახსნა რაი სულიერი ესე წესი სიყვარულისაი და მიხვიდე სამსჯავროდ, არა შენ განხმართლდე,
არამედ წინამოსაჯული იგი შენი და მიეცერი სხვა სამსაჯულისასა და საპყრობილედ შეხვარდე და შეგემთხვიოს ჩემისაცა მცნებისა და ხსნაიდა. კაცთაგან სირცხვილი და ხორციელიცა ზღვევა იფრიადი. ხოლო მეორე ძალი ამის სიტყვისა ესე არს, ვითარცა მას მიეს მოძღვართაგან, რამე თუ წინამოსაჯულად გულისხმარი ყოფების ეშმაკი, რომელი მარადის მბრძოლი არს ჩვენი და წინააღმდგომი და არაოდეს არს ჩვენი მისთა მიმართ დაგებაი. ნუცამცა არს. ხოლო გზად ითქმის საწუთრო ესე ცხოვრებაი აქაისა ამის სოფლისაი. ესრეთ უკვე გვიბრძანებს მცნებაი ესე კაცადსა, იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მისთანა გზასაზე და. ესე იგი არს, გულისხმა ყავ კეთილად და განიხილე თავი შენი, და ნუმცა რაი არს შენთანა ნივთი წინამოსაჯულისა მის და მტერისა შენისაი, რამე თუ ვიდრემდის ნივთი საქმეთა მისთა იყოს შენთანა, თანამდები ხარ მისი. აც უკვე განიგულე თავი შენი ადრე, ვიდრეღა ხარ გზასაზე და ამის ცხოვრებისასა და ბრძოლასა შინა წინამოსაჯულისა მის შენისასა და განიწმიდე თავი შენი მისთა მათ ბოროტთა საქმეთაგან. ნუ უკვე წარხვიდე ამიერ და საქმენი იგი მისნი ზურგსა გეტვირთნენ და წარმოდგეს შემასმენელად შენდა და იტყოდის წინაშე ღმრთისა, მე უფეო, ამან რაღაცა თუ სიტყვით უარ მყო მე, არამედ საქმით მე ვემსახურებდა და ესე რა საქმენი ჩემნი მისთანა არიან. მაშინ მიეცე შენ ხელთა მისთა და უწყალოთა მათ მსახურთა მისთასა და შეხვარდე საპყრობილედ ჯოჯოხეთისა ზღვევად ყოვლისავე, ვიდრე მცირედ და შეურაცხადმდე, რამე თუ რომელიცა აქავე სინანულითა და კეთილის საქმით არა განაგდო შენ. მუნ ყოვლისავე მისაგებელი ჰპოო ბოროტი და ეძიებდნენ შენგან თანანადებთა მათ. ხოლო ვინაითგან გარდახტაი თანანადებთაი სინანულისა მიერ იქნების და მუნ სინანულისა ადგილი არავის აქვს, არღარაი არს ღონე გარდახტისაი, გარნაყოფაი სატანჯველთა შინა, არამედ ვიდრეღა გზასაზე და არს კაცადი ამის ცხოვრებისასა. უხმს კეთილად ცნობაი და განკრძალვაი ბოროტისა მის მსაჯულისაგან. ამით ორითავე სახითა, პირველ თქმულითაცა და აღწერილითა, გულისხმაი ყოფების სიტყვაი ესე და ორივე კეთილ არს, რამე თუ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა ყოვლით კერძო ჰნებავს ჩვენგან აღმოფხურად მიზეზთა ცოდვისათა წმიდათა ამათ მცნებათა მისთა მიერ. სწავლა ივრაითა მოსწრაფე ვიყვნეთ და ამარხვად მცნებათა ქრისტესთა. შეუდგეთ ცხელს მყოფელთა მათ სიტყვათა მისთა და ნუ წინააღმდეგებით, რამე თუ რაღაცა თუმცა არა იყო გამოუთქმელთა მათ კეთილთა მოსაგებელი, თავით თვისით მებრყოვლითა სიტკბოებითა სავსე არიან სიტყვანი მისნი და ყოვლისა სარგებელისა მომატყუებელ და ესე უწყიანან, რომელთა თვალნი გულისანი განღებულ არიან და საცნობელნი იგისულისანი მრთელად ჰქონან. ხოლო ჩვენ, რომელნი ესე ხორცთა მოყვარენი ვართ და განსვენების მოყვარენი, ვერ ვსნობთ სიტკბოებისა მათისა გემოსა, რამე თუ საცნობელნი სულისა ჩვენისანი უძლურ არიან. ამისთვის მძიმედ გვიჩნს მათი აღსრულებაი გარნა მოვიხსენოთ, ვითარმეთ ქრისტესთვის არს შრომა ესე და სუბუქ გვექმნას, რამე თუ ჩვეულებანი ბოროტნი აგვიჩენენ მძიმედ მცნებათა ქრისტესთა და შეგვაწუხებენ მოწყვედისათვის უნებათაისა. არამედ ჩვენ წინა განვეწყვნეთ მათა მიმართ და ვფრქვათ კაცადმა სულსათვისა, რაისათვის მწუხარე ხარ, სულო ჩემო. მოწყვედისათვის გულის თქმათაისა და ჩვეულებათათვის ბოროტთა სურვილ ხარ, უფრო ისად გიხაროდენ, რამე თუ მცირედითა ამით შრომითა მოტევება იცოდვათაი მოგეცემის და ცხოვრებასა საუკუნესა ღირს იქმნები. თავს იდევ შიშისათვის ღმრთისა მცირე ესეჭირი და შრომაი და იხილო სარგებელი ფრიად. გეშინოდენ, სულო ჩემო, ნუ უკვე გეწიო სიკვდილი და უნანელი იპოვო და წარხვიდე ამიერ ტვირთმძიმე და მიეცე ხელთა უწყალო ისა მის წინამოსაჯულისა შენისათა და შეხვარდე სატანჯველთა მათ დაუსრულებელთა.
უკვე თუ დღითი დღე ესრეთ ვეტყოდით სულსა ჩვენსა და არა შრომასა ვხედვიდეთ სათნოებისასა, არამედ სარგებელსა მისსა გულისხმობ ყოფდეთ, ადრე მოვიწყვიდოთ ყოველივე ბოროტი ჩვეულებაი და ვიწყოთ ქმნად კეთილისა და წარვემატნეთ დღითი დღე მასშინა მადლითა ქრისტესითა, რომელსა ხნებავს ყოველთა კაცთა ცხოვრებაი. ეჰა საკვირველი. ეშმაკი წინამიხობს ცუდერთსა მას სიტკბოებასა გულის თქმათასა და განმზადებულსა მას მათთვის საუკუნესა სატანჯველსა მეცნიერ ვართ და მივერჩდებითვე ბოროტსა მას განზრახვასა მისსა, ხოლო ქრისტე გვიჩვენებს, ვითარმეთ შრომა იგი სათნოებისაი ცუდერთ არს და განსვენება იგი მისი საუკუნე და არა სურვილ ვართ მცირედითა მით შრომითა და უნდოითა მოგებად დაუსრულებელისა მის სუფევისა. რაინცა იყო ამის უგუნურებისა რიცხვი უკვე თუ ესოდენსა ამას ნუგეშინის ცემასაზე და რომელი მოუცემიეს ჩვენ და ღმერთსა, არავე შეუდგეთ გზასა მას მცნებათა მისთასა. რამე თუ ესე ხოლო რომელ გულსავსე ვართ ვითარმეთ შრომა სათნოებისაი სათნო არს ღმრთისა და მოსაგებელი განუმზადებიეს, არა კმა არსა ჩვენ და ნუგეშინისა ცემელად და განსაძლიერებლად. რამე თუ უკვე თუ ვინ მეფე ესე მიცისაგანი მოიგოს თანამდებად უზრუნველ არ და მოხარულ, გულისხმა ყავ რაიმე იყოს მის და რომელმან მოიგოს კაცთ მოყვარე იგი და სახიერი ღმერთი თანამდებად შრომათათვისთა. აც უკვე ნუ წინამიხობ შრომასა და ჭირსა კეთილთა საქმეთასა, არამედ მისაგებელთა მათთა მიხედენ და გულისხმა ყავ ვითარმეთ ადვილ არს წარმართებაი მათი არასასოებისა მისთვის ხოლო მერმეთა კეთილთა ისა, არამედ ამისთვისცა, რომელ მადლი ღმრთისაი თანაშემწე არს ჩვენ და შრომასა მასშინა სათნოებისასა და უკვე თუ მცირედი ხოლო მოთმინებაი და გულს მოდგინებაი მოვიგოთ, ყოველივე ადვილად წარმართოს მადლმან მისმან. ამისთვის ხნებავს რაითა მცირედი შრომაი ვაჩვენოთ რაითა ძლევაი ჩვენი იყოს ვითარცა მეფემან უბრძანოს წესათვისა შესვლად ბრძოლასა და თანადაუდგინის ბევრეულნი აღჭურვილნი ახვანი და უძლეველნი, რაითა ყოს ცემან მისმან დაწყებაი ხოლო ბრძოლისაი და მეხსეულად მხედრობა მან რჩეულთა მან მოსწყვიდნის და იოტნის მბრძოლნი იგი. ამისთვის ყვის ესე მეფემან რაითა სახელი ძლევისა იძესა მისსა მიეცეს. ეგრეთვე ღმერთი იქმს ჩვენზე და ბრძოლასა ამასშინა ეშმაკისასა. ერთსა ოდენ ეძიებს ჩვენგან, რაითა ყოვლითა გულითა ვაჩვენოთ მტერობაი ეშმაკისაი. უკვე თუ ესე იხილოს ჩვენთანა, ყოველსავე იგი თავადი იქმს ოტებასა მტერისასა და ძლევისა გვირგვინსა ჩვენ მოგუცემს. ჩვენგან ამას ხოლო ეძიებს, რაითა განვეწყვნეთ ბრძოლად ვნებათა და მეხსეულად ძლევასა მოგუცემს უფალი და დამთრგუნველსა ხუმილისა მის გუყოფს, ვითარცა სამთა მატყრმათა, რამე თუ მათცა ნებაი ხოლო კეთილი და გულს მოდგინებაი აჩვენეს. და მეხსეულად მძლედ გამოაჩინა იგინი ღმერთმან. ამას ესე ვითარსად ძმანო, დღითი დღე ვიწურთიდეთ და ვიტყოდით და ვიქმოდით, რაითა აქაცა ყოვლისავე ბოროტისა გულის თქმისა სახუმილი დავთრგუნოთ და მუნცეცხლისა მისგან გეხენიისა განვერნეთ. ნუ დავსცხრებით ვედრებად ღმრთისა და ჩვენებად მის და გულს მოდგინებაი კეთილი, რაითა შეწევნა იმისი იყოს მფარველ ჩვენ და ყოველივე სიძნელე მოუაწებისაი ადვილი იქნას ჩვენ წინაშე. რამე თუ ვიდრე მდისვნებათა მონებასა შინა ვიყვნეთ, ძნელად გვიჩნს წარმართება იმ ცნებათა ქრისტესთაი და მძიმე და ცოდვაი საწადელ და გულისათქმელ. ხოლო მცირედ თუ განვეშორნეთ მათ და უღელი მათი განვაგდოთ ჩვენგან, მაშინ გამოჩნდეს ცოდვაი ჩვენ წინაშე საძაგელ და უშვერ, ხოლო სათნოებაი საწადელ და ტკბილ და სასურველ, ვითარცა მეწამების მე მოქალაქობაი ყოველთა წმიდათაი, რომელთა ესრეთ საძაგელ უჩნდა ცოდვაი ვიდრეღა სიკვდილდმდე წინა აუდგეს მას, ხოლო სიმართლე ყოვლითა ძალითა შეიტკბეს. ისმინე პავლესი ვითარ სირცხვილად და საკდემელად იტყვის ცოდვასა, ოდეს იგი მონანი იყვენითო ცოდვისანი, თავისუფალი ყვენით სიმართლისაგან.
რაი უკვე ნაყოფი გაქუნდა მაშინ, რომლისათვისაც ეგერა გრცხვენის. რამე თუ აღსასრული მათი სიკვდილი არს. რომაელთა მიმართ 6:20-21, ხოლო შრომათათვის და ჭირთა ღვთისმსახურებისა და მარადის მოქადულ არს და მოხარულ, რამე თუ უწყის, ვითარმეტ აღსასრული მათი ცხოვრებაი საუკუნოი არს. შეადარე რომაელთა მიმართ 6:22, ამისთვის ღაღადებს, რამე თუ საწუთროი ესე მცირე ჭირი ჩვენი გარდარეულსა დიდსა დიდებასა შეიქმს ჩვენთვის. მეორე კორინთელთა მიმართ 4:17. ამისთვის მეც აგლოცავ თქვენს საყვარელნო, განვიწმინდეთ თავნი ჩვენი ყოვლისაგანვე შეგინებისა ხორცთა ისა და სულისა და აღვასრულებდეთ სიწმიდესა შიშითა ღმრთისათა. შემდგომსა მას დავივიწყებდეთ და წინასა მივსწუთებოდით და კრძალულებით ვსდევდეთ გვირგვინსა მასზეც ისე ჩინებისასა, რაითა ღირს ვიქმნეთ მიმთხვევად მისა მადლითა და კაცთმოყვარევითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი თანამამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.